ძალიან საოცარ ადგილას ვართ და როგორ ფიქრობ, გონი ყველაზე ძველი ადგილი არის, რაც კი გადაგვიღია, ხო, მომერთ წლის განმავლობაში? შეიძლება, არა, კი, ნამდვილად. იმიტომ რომ ყოველთვის ვამბობთ გადაცემაში ბევრ სიტყვას, ბევრჯერ ვამბობ, ახსენებთ, საოცარი, მაგარი, უნიკალური, მართლა ასეა. რაღაცნაირად აი ამ წუთში მოიჯერ არ გვინახავს არაფერი. არ შევსულვართ, გეფიცებით პირველი ჩვენი ნაბიჯები იქნება. ხო, დაინტრიგდა ხალხი და სად მოვედით. მოგეთ ახლა ვიმყოფებით თითქმის სომხეთის სახელმწიფოს საზღვართან, აქედან არის დაახლოებით ალბათ კილომეტრი ნახევარი. სასაზღვრო ზოლაში შემოვიდით, დავტოვეთ მანქანა, შემდეგ ვიერეთ დაახლოებით 700-800 მეტრი ფეხით და მოვედით უძველეს ნეოლითურ და ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარში, გამოქვაბულში, სადაც ვიცით რომ რაღაც სურპრიზები უნდა დაგვხდეს, ოღონდ ჯერ არ გვინახავს. ამ ადგილს ქვია დამირგაია. ტოპონიმი არის ამ რამოდენიმე სოფელი აქ, დამირია და ასე შემდეგ აქ ქვემო ქართლში მყოფით აქ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. უბრალოდ აქედან გამომდინარეობს ტოპონიმი, თორემ რა თქმა უნდა დასახლება არის უძველესი, მინიმუმ 8, შეიძლება 7000 წლის წინანდელი. წავედით, ნახოთ. ხო, ნახოთ, წავედით. ერთი წამით ისიც უნდა თქვათ, რომ ქვემოთაც არის ერთი და ზემოთაც არის ერთი. ხო და ვანახოთ, საიდან დავიწყოთ? 3 წუთია. კაი, იქიდან დავიწყოთ. 4 წუთია ვლაპარაკო. კაი, წამოდით. წამოდით. ღმერთო აიმე რა მაგარია. ესე იგი, აქ რა ხდება ახლა? ახლა რა თქმა უნდა არის ჩამონგრეული. ეს არის გამოქვაბული, რომელიც ადამიანმა შემდგომ თვითონ გამოკვეთა. დიდი ალბათობით, რომ ბუნებრივს არ გავს, შეიძლება ნაწილობრივ ბუნებრივი იყო. რას ფიქრობ? მე მგონია, რომ ბუნებრივი იყო. სრულად ბუნებრივი არ იქნებოდა, ნახე? მოიცადე, ოღონდ ამ ადგილის მთავარი რა არის? რომ აქ შემორჩენილი უნდა იყოს ნახატები. პირველ ყოფილი ხალხის ნახატები. ხო, რომელიც საქართველოში თითქმის არ გვაქვს. კი და არა, სოფლიოში ახლა ცივშია. ხო და რატო ვიძახი რომ ადამიანის ხელი რატო იმიტომ აი ეს მაგალითად არის გამოჭრილი. აი ეს ნახე? ეს არის გამოჭრილი. რა ფუნქცია ჰქონდა წყალს აგროვებდნენ იქ, არ მგონია საცეცხლური იყო, ესეც არ ვიცი. მაგრამ ფაქტია რომ ესიც გამოჭრილია გზევით, ნახეთ, კვამლი რო გასული იყო, ნახე? ზევით. იმიტომ რომ ასეთი აქვს, ზევიდან ხედავ ქვემოთასაც და შეიძლება ეგეც იყო. კარგი, ახლა დროა რომ მოვძებნოთ ნახატები. აი აქ ხედავთ, აი ეს წითელი მუქი საღებავი არის ოქრი და უშუალოდ ამ საღებავით ყოფილა მოხატული. არის კარგად ამჩნევია რაღაც ფიგურები სამწუხაროდ მე ახლა ვერ აღვიქვამ ასე, მაგრამ უნდა იყოს ირემი, თხა, გველი, კიდევ რამდენიმე ფიგურა, რომლებიც სიუჟეტურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული და თითოეული ფიგურის ფორმის ზომა ყოფილა 10-15 სანტიმეტრი. ჩვენ კი ვეცდებით ვიდეო დავამუშავოთ, გავამუქოთ, ცოტა კონტრასტი მივცეთ და ვნახავთ თუ დავინახავთ ამას. მაგრამ აი რა საოცარია, რამდენი 1000 წლის წინ იყო აქ ეს შექმნილი, ეს მხატვრობა. ახლა კი ქვემოთ გადავინაცვლოთ და იქაც დავათვალიეროთ რა ხდება. ახლა უნდა ჩავიდეთ ქვევით. ამის უკანაც უნდა იყოს რაღაც, ხო? თუ მხოლოდ ეს. მოგეთ აქაც არის ქვევით. ერთი არა, ეს სრულად ჩამონგრეულია, ნახე? აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მხოლოდ 2019 წელს ამ ადგილს მიენიჭა კულტურული ძეგლის სტატუსი. ანუ მანამდე საერთოდ არ ჰქონდა ეს სტატუსი და როგორც წავიკითხეთ 1980-იანი წლების დასაწყისში გარკვეული მოკვლევითი და არა არქეოლოგიური სამუშაოები აქ ჩატარებულა. ზოგადად აი გადაჭრილი გოლა და შულშულავერის გარშემო და მის შემდეგ მოხდა ამ ადგილის ასევე დაფიქსირება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში
ეს უძველესი ადგილი არის ფაქტობრივად ახალი აღმოჩენა, რადგან სულ შეიძლება თქვა 40 წელს ითვლის და სტატუსი მიენიჭა სულ რაღაც 7 წლის წინ. და ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა იქნება, რომ აქ გაკეთეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვართან არის, ძალიან მარტივად შემოვედით, არავითარი პრობლემა არ შეგვქნია და შეიძლება ეს გახდეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადგილი, რადგან ასეთი მღვიმეები ევროპაში ბევრია. უბრალოდ ბევრი არ არის, სულ რამოდენიმეა და ზღვა ტურისტი დადის. და სანამ ეს წითელი ჩამოფხეკილა, სანამ არის, ამას შეიძლება ჩაუტარდეს კონსერვაცია და ეს ადგილი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი წერტილი ამ რეგიონში. მით უმეტეს თბილისიდან რამდენი ჭირდება? ალბათ მაქსიმუმ საათზე ცოტა მეტი აქ მოსასვლელად. კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ვდგავართ რკინის კლდეში ვართ ფაქტობრივად, ასე ქვია ქართულად ამ ადგილს და აუცილებლად დავიტანთ რუკაზეც ამ ინფორმაციას, რომ მხოლოდ დამირგაია არ ერქვას. თარგმანში იგივე გამოდის, უბრალოდ საქართველოში სამწუხაროდ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული გვაქვს ტოპონიმების პრობლემა და მით უმეტეს, როდესაც საუბარი გვაქვს ასეთ მნიშვნელოვან ძეგლზე, რომელიც შეიძლება მომავალში გახდეს ძალიან საინტერესო ადგილი როგორც ქართველებისთვის, ასევე ჩვენთან ჩამოსული სტუმრებისთვის, ამიტომ რაც ირინე ახსენა, ჩვენ ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი ავსახოთ Google-ის რუკაზე. გარდა ამისა, ემოციები ხომ გვაქვს ბევრი, იმიტომ რომ როცა უყურებ რომ ვიღაცა ძალიან შთამბეჭდავი არის, აი ძალიან. წარმოიდგინე, ვიღაცა აი ვიტყვი ესე რა ჩოლები ტიპმა ვიღაცებმა რაღაც საღებავი შექმნეს თვითონ რაღაც მოიფიქრეს რაღაც სცენარეებისგან და დახატეს. შეიძლება ვიღაცას მოგეჩვენოთ რომ აი რა არის ახ არაფერი არ ჩანს და სინამდვილეში ჩანს, უბრალოდ ალბათ აქ უფრო საჭიროა უფრო მაღალი არის სპეციალური კამერაც ისე რომელიც ვთქვათ აი გამოაჩენს აი ამ კონტურებს. 3D ლაზერი გამოიყენება ხოლმე არქეოლოგიაში, რომელიც ქმნის შესაბამის პროექციას და ამ ყველაფერს ხედავ თვალნათლად. ხო, შეიძლება ამის დემონსტრირება, მაგრამ იდეები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ გარდა ამისა კიდევ რომ ეს ადგილი თვითონ ძალიან საინტერესოა და ძალიან კარგია, აი ზუსტად აი ახლა ჩვენ კამერა ხო გვიყურებს, ჩვენ კიდევ ვუყურებთ კავკასიონის ქედს და პირდაპირ მყინვარწვერს, ჯიმარას, სუათის და ძალიან კარგად ჩანს. თელი აი კავკასიონი თეთრი მწვერვალები ჩანს კარგად. აი ახლა აქ რომ 3D რო გაცოცხლდეს ესენი უცებ და აი ასე რო უყურებდე რა ფიგურებია და თან ხო სიუჟეტურად არის ეს ნახატები ერთმანეთთან დაკავშირებული და ეს რო გაცოცხლდეს რაღაც ანიმაციის სახით. მოკლედ აი ახლა ჩვენი ინიციატივით, ესე ვთქვათ, ინიციატივით უბრალოდ იდეის დონეზე იქნებ ვინმე დაინტერესდეს, არ ვიცი, სახელმწიფოს აქამდე ამისთვის როდის მოიცლის, მაგრამ სახელმწიფოს პრეროგატივა პირველ რიგში გზა გაიწმინდოს, დადგეს ნიშნები, მით უმეტეს სასაზღვრო ზონაა, დადგეს ნიშნები და შემდგომში თუ ვინმე ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი, ბიზნესი დაინტერესდება, რომელიც დააფინანსებს შესაბამისი დონის მეცნიერებს, რომლებიც ამას უფრო კარგად გამოიკვლევენ და მოხდება ამის დემონსტრაცია, ეს ადგილი ძალიან მაგარია. ხალხო, საქართველო არის გამოუყენებელი შესაძლებლობების ქვეყანა და მოგვცა ღმერთმაც, ჩვენმა წინაპრებმა დატოვეს და გამოვიყენეთ. უბრალოდ ჩვენ მაქსიმუმ რაც შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილი გავხდეთ უფრო ცნობადი. ჩვენამდეც იყვნენ რა თქმა უნდა ვიღაცები და კიდე მოვლენ, მაგრამ მოკლედ იმედია თქვენს დაინტერესდებით, გამოიწერთ ჩვენს არხს, მოიწონებთ და დააკომენტარებთ, რადგან ჩვენთვის ეს სტიმულია რომ ვაკეთოთ უფრო მეტი კონტენტი და რა თქმა უნდა მობრძანდებით ამ ძალიან მაგარ ადგილზე. აქსევე კომენტარში იქნება. ახლა კი აქედან წავალთ შულავერისკენ. არანაკლებ საინტერესო ადგილას. ხო, კომენტარში ის გამიცემენ და კომენტარში დავტოვებთ ლოკაციას. კი ბატონო, ადგილმდებარეობას. ადგილმდებარეობას. ფილოლოგები ყველა ქვეყნისა შეერთდით. კარგად. წეღან კი ვთქვით, რომ პირდაპირ შულავერისკენ გავეშურებით, მაგრამ ალექსანდრეს გაახსენდა, რომ გზად გვხვდება ერთი უდიდესი მნიშვნელობის ციხე-სიმაგრე. ეს არის გაგის ციხე, რომელიც სხვადასხვა წყაროებით უნდა არსებობდეს უკვე მე-5-მე-6 საუკუნეში, მაგრამ
ეს სახე მიეცა მე-11 საუკუნეში, როდესაც ანისის მეფე გაგიკ პირველმა აღადგინა თუ აღაშენა აქ ციხე და თავისი სახელი დაარქვა. აქ არის მკვეთრად გამოყოფილი ძირითადად ორი მშენებლობის პერიოდი, თუმცა აქ ნაპოვნი არტეფაქტები მოდის ენეოლითიდან მე-13 საუკუნის ჩათვლით, როდესაც არის ნაპოვნი მოჭიქული საოცარი კრამიტები. ახლა კი შევიდეთ უშუალოდ ციხის ტერიტორიაზე და ალექსანდრეს ძალიან ბევრი საინტერესო რამ აქვს თქვენთვის მოსაყოლი. გაგის ციხის მნიშვნელობა არის ძალიან დიდი. საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ციხე გვაქვს, მაგრამ თუ შევხედავთ მის ადგილმდებარეობას და შეგვიძლიათ უკაზეთ დახედოთ, ნახავთ რომ ის არის შედარებით გაშლილ ველზე, ბუნებრივ კლდეზე აგებული და აკონტროლებს ფაქტიურად მთლიანად სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ, ანუ მტკვრის ხეობიდან მომავალ გზებს და მის სტრატეგიული მნიშვნელობა იყო ძალიან დიდი. როგორც ირინე თქვა, ციხის მთავარი ისტორია იწყება მე-11 საუკუნის დასაწყისიდან და გრძელდება დაახლოებით მე-13 საუკუნის ბოლომდე, მე-14 საუკუნის დასაწყისამდე. მედეც კი ქონდა რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა, მაგრამ ამ პერიოდში შეიძლება გაგებული ქონდეთ თქვენ ძალიან ძლიერი გვარი იყო გაგელების გვარი და მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო ვარამ გაგელი, რომელიც წარმოიდგინეთ იმდენად ძლიერი პოლიტიკოსი იყო, შეიძლება ითქვას რომ ოქროს ხანის საქართველოში აი ტოპ 5 ადამიანი რო აიღო ან ტოპ 3 თქვათ მეფის გამოკლებით. გაგელი აუცილებლად არის მასში. რადგან ის იყო, ვარამ გაგელი იყო სახურთუხუცესი თამარის დროს, უბრალოდ მის ბოლო პერიოდში, ლაშა გიორგის დროს და რუსუდანის დროს და ის მეტიც რუსუდანი, რომელზეც რა თქმა უნდა ყველას თავისი აზრი გააჩნია და ახლა ამ თემას არ შევეხებით, რუსუდანი ნამდვილად რაც დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ მასზე, რომ სამეფოს განაგებდა მხარგრძელებისა და გაგელის მეშვეობით. შესაბამისად, ჩავთვალოთ, რომ ამ ციხის მფლობელს ჰქონდა განუსაზღვრელი უფლებები, გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა სახელმწიფო თანამდებობა და მისი, ასე ვთქვათ, მნიშვნელობა ჩანს იმაშიც, რომ ის ერთ-ერთი ინიციატორია ძალიან ცნობილი საქართველოს ჰქონდა და ის ლაშქრობა, ის დამარბეველი მარბიელი ლაშქრობა თავრისში და ზოგადად ირანის მიმართულებით. ვარამ გაგელი იყო ერთ-ერთი ინიციატორი. მე-13 საუკუნეში, განსაკუთრებით თამარის გარდაცვალების შემდეგ, საქართველო ხდება, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული სამეფო კარის თამაშების აქტიური ასპარეზი. ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი ხდება, არ ვიტყვი ცუდს თუ კარგს, ეს უკვე თქვენი სუბიექტური შეფასება იქნება, მაგრამ ვარამ გაგელი არის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და ის რაში ჩანს, როდესაც ლაშას შვილი დავითი, შემდგომში დავით ულუ არის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი მამიდამისის რუსუდანის გამო და საქართველოს მეფე არ ყავს, რადგან დავით ნარინი მონღოლეთშია წასული, ვარამ გაგელი იყო ერთ-ერთი ინიციატორი და მათ მოძებნეს უფლისწული და ის იყო ერთ-ერთი მხარდაჭერი იმისა, რომ სწორედ დავით ლაშას ძე გამეფებულიყო სამეფოში, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებდა კარგ ურთიერთობას რუსუდანთან. როდესაც წეღან საუბრობდი მის სტატიკურ მდებარეობაზე, ვინც მოხვდებით აქ, აი უბრალოდ დადგეთ და ნახოთ. ანუ აქეთ ეს არის დებადას და მტკვრის ხეობა, რომელიც ალბათ ყველაზე სუსტი მხარე იყო საქართველოს სამხრეთით. აქედან უკვე სომხეთისკენ გადადის გზა, აქეთ ჩანს უკვე ქვემო ქართლის ვაკე, ჩანს ივრიზეგანი და ჩანს მყინვარწვერიც. მოკლედ ძალიან მაგარი ადგილია სტრატეგიულად და ძალიან კარგად შეეძლო კონტროლი, რადგან ხილვადობა არის სასწაული.
და ბოლოს გაგელზე და ციხეზე ძალიან ბევრი რო აღარ ვისაუბროთ არ შეიძლება თავი ჯერ ერთი კარგად დაგეგმილია. ნახეთ, ძალიან დიდი ტერიტორია მოიცავს, მაგრამ სამწუხაროდ არ არის ჩატარებული არქეოლოგიურად გამოკვლევა, ხოლო ძალიან ზედაპირული არის ფაქტობრივად ნანგრევის სახით და ძალიან კარგი იქნებოდა კონსერვაცია სასწრაფოდ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ გაგელზე კიდევ ორ რამეს ვიტყვი, ის იყო სხვათა შორის ერთ-ერთი, ვინც მონაწილეობდა კოხთათავის შეთქმულებაში და სხვათა შორის შემდგომში, როდესაც მონღოლები შემოდიან, ის ინიციატორია, რომ დაზავდნენ, ან პოლიტიკოსია რა, მოკეთ ომს არჩია დაზავება, როგორც სხვა აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მმართველებმა ხარკის სანაცვლოდ და მონღოლებმაც მიიღეს და ის დანიშნეს სომხეთის, ეს არის საქართველოს სამხრეთი ტერიტორია, რომელსაც ეთნიკურად ქართველებიც და სომხებიც სახლობდნენ, სხვათა შორის სომხები ამ ტერიტორიას ეძახდნენ ქართველთა ველს, რაც აი ველი როგორ არის აღარ მახსოვს. წავიქე მერე ვნახავ. და მოკლედ, რა შეგვიძლია ვთქვათ ბოლოს რომ შევაჯამოთ ამ საოცარი ციხის ამბავი, რომ მე-14 საუკუნიდან ის უკვე აღარ არსებობს, უბრალოდ დანგრეულა სავარაუდოდ და მე-15-მე-16 საუკუნიდან უკვე ირანელების შემოსევის დროს აღჯაყალის სახელწოდებით ხდება, რომელიც თეთრ ციხეს ნიშნავს და სხვათა შორის ირანელები უკვე შემდგომში იყენებენ ამ ადგილს იმისთვის, რომ ეს გახდეს ფორპოსტი, რომ აქ ჩამოსახლდნენ თურქმანული ტომები, პრინციპში ის რაც დღეს გვაქვს. ახლა ამ შემდეგში იცით, რომ აქ ჩამოასახლეს ბორჩალოს და სხვა თურქმანული ტომები, რომლებიც დღემდე ნაწილი მათი დღემდე ცხოვრობს სწორედ აი ამ მიდამოებში. როგორც უმეტესი თავდაცვითი ციხეები შუა საუკუნეებში, არც აქ არ უნდა ყოფილიყო საცხოვრისი ადგილები, შეიძლება რაღაც დროებით თავშესაფარი ყოფილიყო უბრალოდ და ძირითადად მეციხოვნეები იყვნენ ხოლმე აქ და ცნობების მიხედვით ასევე ამ ტერიტორიაზე, უშუალოდ ციხის შიდა ტერიტორიაზე იყო ეკლესია, რომლის ნანგრევებსაც ჩვენ ასე ვერ მივაკულიეთ ყოველ შემთხვევაში კარგად გამოხატულო ნანგრევებს. ერთადერთი აი ეს კედელი არის შემორჩენილი, რომელიც ზუსტად აღმოსავლეთისკენ მდებარეობს და შესაძლოა ეს ყოფილიყო ეკლესიის კედელი, აი ასე ამოშენებული აქეთ მხარეს, თუმცა არ ვიცით. ჩვენი შემდეგი დანიშნულების ადგილია შულავერის ციხე, თუმცა სამწუხაროდ მასზე ლაშქრობის დრო არ გვაქვს საკმარისი, ამიტომ მხოლოდ დრონს გავუშვებთ დასაზვერად. შულავერის ციხე შუა საუკუნეების ნაგებობაა, რომელიც ქვემო ქართლის მხარეში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერში მდებარეობს. ის კლდეზეა აგებული. როგორც კადრებში ჩანს, ძალიან მცირე ნაწილია შემორჩენილი, მხოლოდ გალავნის კედლის ფრაგმენტები. იმდენად პატარა ფრაგმენტებია შემორჩენილი, რომ მისი მოყვანილობა აღარ იკითხება. გალავნის ნაშთები აგურითა და ფლეთილი ქვით არის ნაგები. შულავერის მიდამოები ცნობილია ნეოლითური კულტურით. მიწათმოქმედების ერთ-ერთი უძველესი კერაა. ამიტომ ეს ადგილი ადამიანთა ყოფნას ათასობით წლის განმავლობაში ადასტურებს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ დროიდან მუდმივად არსებობდა მცირე თავდაცვითი ნაგებობა ამჟამინდელი ციხის ტერიტორიაზე. შუა საუკუნეებში ციხე ძირითადად აკონტროლებდა სამხრეთის გზებს და მას სადაზვერვო ფუნქცია ჰქონდა. ის ფუნქციას კარგავს განვითარებულ შუა საუკუნეებში, როდესაც რეგიონში მთავარ ციხედ გადაიქცევა გაგის ციხე-სიმაგრე, რომელიც საერისთაოს ცენტრიც ხდება.
ნახეთ, სად ვართ. ეს ადგილი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი ადგილი. იმიტომ რომ აი ეს ადგილი, რომელსაც გადაჭრილი გორა ქვია, შულავერის გადაჭრილი გორა, სწორედ ის ადგილია, სადაც აღმოაჩინეს ისეთი არტეფაქტები, რაც ამტკიცებს, რომ საქართველო არის ღვინის დაბადების ქვეყანა. გარკვეული პარადოქსია საქართველოში ის, რომ ვართ ღვინის სამშობლო, საერთაშორისოდ აღიარებულია ეს ყველაფერი, რაც ჩვენ ქვეყანას აქცევს ძალიან მიმზიდველად, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით და მის ცნობადობას ძალიან ამაღლებს, მაგრამ სამწუხაროდ არ გვაქვს დღეს სადანავო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩამოსულ სტუმრებს ვაჩვენოთ ის, რატომაც ჩვენ ვითვლებით ღვინის სამშობლოდ. ანუ პირველი რიგით არ გვაქვს ნორმალური ღვინის მუზეუმი, თბილისში კი გვაქვს, ქარვასლაში, ისტორიულ მუზეუმში, მაგრამ ის არის ძალიან მწირი და მე მგონი დამეთანხმებით, რომ უნდა გქონდეს უფრო მასშტაბური და ამას ჩვენი ქვეყანა იმსახურებს და ღვინოც იმსახურებს. მეორე, აი ეს ადგილი, სადაც ეს ყველაფერი მოხდა და როგორც ირინემ თქვა, ფაქტურად შეიცვალა ჩვენი თანამედროვე ისტორია. აი მხოლოდ 2 წლის უკან დაიწყო ამ ინფრასტრუქტურის მშენებლობა. უნდა დასრულებული უნდა იყოს უკვე, მაგრამ სამწუხაროდ გაიწელა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თუნდაც მომავალ წელს ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ ქართველებიც და ჩვენი უცხოელი სტუმრებიც მოვიდეთ აქ და ვნახოთ ის ადგილი, რაც ჩვენს ქვეყანას აქცევს ერთ-ერთ მიმზიდელ ქვეყანად მთელ მსოფლიოში. გარდა იმისა, რაც უკვე ვახსენეთ ღვინოსთან დაკავშირებით, უშუალოდ ეს დასახლებაც ძალიან გამორჩეულია. წარმოიდგინეთ, არის ნეოლითის პერიოდის 6000 წელი ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ანუ 8000 წლის ნასახლარ და ნასოფლარ ადგილას ვდგავართ ფაქტობრივად. არის გამოსარჩევი იმით, რომ სხვა დასახლებებისგან განსხვავებით აქ შენობებს ცალკე კედლები არ ჰქონდათ. ერთმანეთზე იყო მიბჯენილი და ძალიან მჭიდრო დასახლება იყო. ასევე, რაც ძალიან კარგად არის გამოკვეთილი, არის კვერცხისებრი ფორმის ამოყვანილი ადგილები, რომელიც იყო ცეცხლის უქრობი კერა. დღეს ისე გამოვიდა, რომ ვიმოგზაურეთ ჩვენს წარსულში, ჩვენს ნეოლითურ და ენეოლითურ პერიოდებში. ყველგან პრინციპში გაგისციხეც ეგრეა, იმიტომ რომ ენეოლითის პერიოდის არტეფაქტები ხო, რაღაცები არის, მაგრამ მაინც შუა საუკუნეების არის. მაგრამ მაინც ძველ ქვეყანაში, ძველ საქართველოში და ეს ყველაფერი არის შესაძლებელი თქვენს გაიმეოროთ თბილისიდან საათნახევრის შუალედში. აი, აქედან აი ახლა რომ დავიძრებით, ფონიჭალაში ვიქნებით ალბათ 20 წუთში, ხო, მეტი არ გვინდა. აი, უყურებთ შულავერის ციხეს, იქით გაგის ციხე არ ჩანს, მაგრამ აი ყველაფერი ძალიან ახლოს. და თქვენ შეგიძლიათ იგივე გაიმეოროთ და აქციოთ ეს ადგილი და ეს მხარე ზოგადად მარნეულის რაიონს კი არ გულისხმობ, ხოლმე მთლიანად ქვემო ქართლი ვაქციოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილად, სადაც ბევრს ვიმოგზაურებთ. დროებით.